ეს არის ის ინტელექტუალური მოძრაობა, რომელიც ფაქტობრივად ჩამოყალიბდა 17 საუკუნის ევროპაში, შექმნა მოიტანა გარკვეული პოლიტიკური შედეგები და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოება პირდაპირ გამოსცა ის მითითებები ფართოდ, რაც ჭირდებოდა მაშინდელ სამყაროს. ეს არის ის ევროპული ინტელექტუალური მოძრაობა, რომელიც განსაკუთრებით მე-17 საუკუნიდან და უკვე მე-17 საუკუნის მიწურულიდან და მე-18 საუკუნის მიწურულამდე განვითარდა, მაგრამ არც ერთი მაინც უნდა ითქვას, რომ უნივერსალური დოგმა არ იყო არც ერთი, რაც კი ზოგადად კონტექსტი არის გამოსაკვეთი. უფრო მრავალმხრივი ინტელექტუალური სივრცეა, ვიდრე რაღაცა ერთიანი სკოლა. ანუ აქ თანაარსებობს ინგლისური ლიბერალიზმი, მაგალითად, აი ამ სივრცეში. არსებობს მაგალითად გამოკვეთილად ფრანგული ფილოსოფიური კრიტიკა, რომელიც მთლიანად შოტლანდიური მორალურ ფილოსოფიურ სივრცეს მოიცავს, ასევე გერმანული პროექტი, რომელიც საბოლოო ჯამში მთლიანად კონტექსტს და აღქმას ცვლის, ხო? და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აი ამ მოძრაობის ცენტრში დგას გონებრივი ავტონომია, გონების შესაძლებლობა, კრიტიკა, ბუნების კანონზომიერებით და აი ეს ყველაფერი და რაც ყველაზე მთავარია ალბათ ჰუმანური აზროვნების პრაქტიკა და მისი პრაქტიკაში გამოხატულება, აი ეს ყველაფერი მე-17-18 საუკუნეების ინტელექტუალური მოძრაობა, რომელიც გარდაიქმნა, რომელმაც ღმერთის, ბუნების, საზოგადოებისა და ადამიანის შესახებ წარმოდგენები შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა, სრულიად ახალი მსოფლმხედველობა ჩამოყალიბდა და კონსტრუქციაში შეაერთა მთლიანი აზროვნება დაშლილი რომ იყო და რენესანსიდან რომ ყალიბდებოდა და ნელ-ნელა ვრცელდებოდა, აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შეაერთა და მოიტანა იქამდე, სადამდეც დაიწყო საიდანაც დაიწყო დიდი ფრანგული რევოლუცია. ფაქტობრივად განმანათლებლობის პრაქტიკული გამოხატულება იყო ფრანგული რევოლუცია, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ კონტექსტი სრულად სხვაგვარად წარმოგვიდგინა და ამ თვალსაზრისით უნდა გავიგოთ საერთოდ რა არის განმანათლებლობა, არა როგორც რაღაცა გონებრივი ეპოქა და მისი გარდაქმნა და შესაძლებლობები, არამედ თვითონ მან რა როლი ითამაშა, რა ისტორიული გარდატეხა იყო განმანათლებლობა ზოგადად და როგორ შეცვალა განმანათლებლობამ სამართალი, ეკონომიკა, განათლება, საჯარო დისკუსიის კულტურა. აი ამიტომ თემის წაკითხვა არ არის მხოლოდ ფილოსოფიური ციტატებით საკმარისი. თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება მკაფიოდ და დაინახოთ საჭირო სწორედ ის თუ როგორ იქცა კრიტიკა, ინტელექტუალური კრიტიკა რეალურ ინსტიტუციურ ცვლილებად და კონსტიტუციონალიზმად, სისხლის სამართლის დაკანონება როგორ გახდა მისაღები, კანონი როგორ გახდა ყოველთვის მისაღები და მისი ჰუმანიზაცია როგორ მოხდა პრაქტიკაში, როგორ მივიღეთ ჩვენ ეკონომიკური ლიბერალიზმი, რომლითაც დისკურსი პოლიტიკური დღის წესები მთლიანად წარიმართა და გამოიკვეთა. ამგვარად უნდა აი ამ გაკვეთილის ლექციის ბოლოს თქვენ უნდა განმარტოთ რა არის განმანათლებლობა და რა არ არის განმანათლებლობა და რატომ არ არის მაგალითად განმანათლებლობა ერთგვაროვანი და რატომ უნდა ვისაუბროთ განმანათლებლობაზე მრავლობითში. ეს რატომ უნდა დაინახოთ კავშირი სამეცნიერო რევოლუციას ბეჭდით კულტურასთან, აბსოლუტიზმთან და ფილოსოფიურ მეცნიერებებთან, მაგალითად და ფილოსოფიურ კრიტიკასთან შორის, აი ესენი რა პარალელებია ერთმანეთში და რაც ყველაზე მთავარია, თქვენ როგორც მასწავლებლებმა უნდა შეადაროთ მონტესკიეს, ვოლტერის, რუსოს, ბეკარიეს, რა ვიცი, ადამ სმიტის, კანტის ტექსტები და მათი პოლიტიკური პრეფერენციები, რომელიც საზოგადოებაზე გარკვეულწილად გავლენას ახდენდა. და უნდა განასხვავოთ თქვენ იდეა, მისი ისტორიული გამოყენება, ყველა განმანათლებლური იდეა ავტომატურად დემოკრატიულ შედეგს არ იძლეოდა, შესაბამისად ამაზე ძალიან დიდი მზაობა იყო და
ასე ვთქვათ, გამჭრიახი ქცევა ადამიანების და კონკრეტული ინდივიდების მხრიდან საჭირო, რომ გარკვეულ შედეგებზე გასულიყავით. ხო, და როგორც იმანუელ კანტი იტყოდა, საპერე უდე, ანუ ეს არის ადამიანის გამოსვლა თვითმდგარი უმწიფრობიდან, გააბედე საკუთარი გონების გამოყენება, რაც ფაქტობრივად არ არსებობდა და არ იყენებდა მაშინდელი საზოგადოება ამას. და რაც ყველაზე მკაფიოა, ეს ქრონოლოგიური პრინციპით ასე ვითარდება. აქ არის ნიუტონის სამეცნიერო ნდობა, ლოკი, უფლებები და ტოლერანტობა, ენციკლოპედიის გამოსვლა, რაც მაშინ რაღაცა ისეთი ფუფუნება ის კი არა და ენციკლოპედიები რო შევიძინე დაახლოებით 400 ლარამდე, მახსოვს რამდენად ბედნიერი ვიყავი ჯერ კიდევ სადღაც 2004-6 წლებში, იმდენად უნიკალური რაღაც იყო ენციკლოპედია ჩემთვის და მახსოვს რომ ინტერნეტო სამყაროში მაგ ენციკლოპედიებმა გადამატანინა ძალიან ბევრი რაღაც. და დღემდე ეს ენციკლოპედიებს თვალისჩინებით ვუფრთხილდები და ისიც ბებიაჩემის გამოგზავნილი საბერძნული ევროებით ნაყიდი იყო და ეს ყველანაირად იმდენად ტრაგიკული და ბედნიერი რაღაცა ერთდროულად ჩემს ცხოვრების ამ ნაწილში, რომ ნამდვილად აი განმანათლებლობის მაშინდელი ენციკლოპედია წარმომიდგენი რა გრძნობა იყო ალბათ მაშინდელი ხალხისთვის. აი ზუსტად ალბათ ის ემოცია ვიგრძელი, რაც აი ამ განმანათლებლობის ეპოქამ 1751 წელს, როცა ენციკლოპედიის პირველი ტომი გადაშალეს, ალბათ იქაურმა საზოგადო მოღვაწეებმა და წაიკითხეს და გაიგეს, რამდენი რაღაც ყოფილა ერთდროულად თავმოყრილი ერთ სივრცეში, და ეს ამდენი გაფანტული ცოდნა ვიღაცამ აიღო და ერთდროულად დაწერა, რამდენი რაღაც ვიცოდე, უნდა ვცოდნოდა და არ ვიცოდით, ხო? ამგვარად ეს განმანათლებლობა არ გაჩენილა სიცარიელეში, ანუ ეს პირველი ინტელექტუალური ფესვი სამეცნიერო რევოლუციაშია ფაქტობრივად და აქ იწყება თქვენთვის კარგად ცნობილი ადამიანებით, ესენი არიან კოპერნიკი, გალილეი, გალილეო, დეკარტი, ბიოლი, ნიუტონი და ასე შემდეგ, რომლებმაც თავისი სწავლულობა ევროპულ წრეებს აჩვენეს, სამყაროში გააფრქვეს და თქვეს, რომ სამყარო შეიძლება იყოს არა საიდუმლო ჯაჭვი, რომელზეც ხელი არ მიგვიწდება, არამედ კანონზომიერი და შემეცნებითი წესრიგი, რომელშიც ჩვენ მოღვაწეობთ და ამაში ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფაქტობრივად მოღვაწეობა ისე, რომ ეს მოღვაწეობა გახდეს ყველასთვის საასარგებლო. იმიტომ რომ ადამიანი მარტო თავისთვის თუ ცხოვრობს, მას ეშმაკი ეუფლება, როგორც თვითონ ჩერჩილი ამბობდა და სწორედ ამიტომ ნიუტონის ფიზიკა მხოლოდ რაღაცა მეცნიერული გამარჯვება კი არ იყო და ბუნების მეცნიერებაზე გამარჯვება, პირიქით, ბუნებაზე მეცნიერების გამარჯვება კი არ იყო, არამედ იყო კულტურული მოდელი, რომ თუ ბუნებას აქვს კანონები, შეიძლება ეს კანონები საზოგადოებამაც გამოვიყენოთ, ვიკითხოთ და ამ კანონზომიერებაში ჩავჯდეთ და ამ კანონზომიერებას შევეწინააღმდეგოთ. ძირითადად განმანათლებლობა პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ კანონზომიერებაში უნდა ჩავჯდეთ და ძირითადი სიტყვები reason, nature, liberty, reform, ეს ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ფორმულა, რომელმაც მეორე წინაპირობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ შექმნა, ეს არის რელიგიური კონფლიქტები, რაც გარშდაუვალი ფაქტი იყო. განმანათლებლობამ რელიგიური კონფლიქტები მოიტანა ის კონფესიური ომის გამოცდილება, რომელიც მე-17 საუკუნიდან ევროპის ხალხებს ფაქტობრივად ბრძოლის ქარცეცხლში გაახვევს ძალადობის, დევნის და ახალი აღმსარებლობების ტრობის მძიმე მეხსიერებას, რასაც შეუქმნის და ჩამოაყალიბებს. აი ამ ფონზე ტოლერანტობის იდეა უკვე აღარ არის რაღაცა თეოლოგიური განწყობა და ფაქტობრივად ის პოლიტიკურ აუცილებლობად გადაიქცა და სწორედ ამიტომ ლოკიდან ვოლტერამდე ტოლერანტობა დგას არა როგორც რაღაცა ემოციური გულმოწყალება, რომელმაც საზოგადოებას გააუმხილა ამ მოაზროვნე საზოგადოების ოქროს ცოდნა, არამედ ეს არის ის მშვიდობიანი თანაცხოვრების ინსტიტუციური პრინციპი, რომელიც არ არსებობდა. მშვიდობიანობა როგორც ასეთი, აი მშვიდობა გვინდა წინა საუკუნეებში განმანათლებლობის ეპოქის მიღმა თუ წავალთ არ არსებობდა.
განმანათლებლობამ ფაქტობრივად მოიტანა ყველაფერი ის, რაც ქრისტიანობამ, რაც ჩვენ რაც ქრისტიანობას უნდა მოეტანა რეალურად. ანუ განმანათლებლობა არის პრაქტიკული სახე ქრისტიანობისა, ინტელექტუალური სახეა ქრისტიანობისა, იმიტომ რომ ჩვენ ქრისტიანობიდან ავიღეთ მხოლოდ ის, რაც მაგალითად არის ჯვაროსნული ლაშქრობა, ანუ ეს ჩვენ ავიღეთ მხოლოდ შურისძიება, ჩვენ ავიღეთ ქრისტიანობიდან ისეთი რაღაცები, რომელიც საერთოდ არ იყო ქრისტიანობაში, ანუ რეალურად ჰუმანიზმი არის ქრისტიანობის ინტელექტუალური გამოხატულება, რომელიც როგორც იქნა საზოგადოებამ გაიგო რა იყო, ანუ და ამ ყველაფერში ძალიან დიდი დამსახურება მიუძღვით მე-13 საუკუნიდან მოყოლებულ საზოგადოებას, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ფაქტობრივად სულ სხვანაირი აღქმა, მსოფლმხედველობა და ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელმაც ასევე შეცვალა და შექმნა უფრო ერთიანი საგადასახადო, სასამართლო, ადმინისტრაციული სივრცეები და რაც ყველაზე მთავარია, იმავე პროცესმა გააჩინა კითხვები, რომელიც იყო კრიტიკული, რაც ყველაზე მთავარია. მაგალითად, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც გაჩნდა, იყო ასეთი: როგორ უნდა შეიზღუდოს ძალაუფლება, როგორ უნდა შეიზღუდოს შევუზღუდოთ იმ ადამიანს ძალაუფლება, რომელმაც სახელმწიფო თავის თავზე მოირგო და სწორედ აქედან იზრდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, კანონი უზენაესობისა და საჯარო კონტროლის შესახებ ეს დისკურსი, რომელიც ჩამოყალიბდა და კონტექსტი ამ შემთხვევაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. აი, რაც გასააზრებელია და ეს ისტორიული წინაპირობები მეორე წინაპირობად რო შეიძლება ეს მოვიაზროთ, კიდევ არის რამოდენიმე წინაპირობები, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. და ამაში მოიაზრება აუცილებლად სახელმწიფოს ცენტრალიზაცია, რომელიც ფაქტობრივად მოიცავდა აბსოლუტიზმის ზრდას და ძლიერმა მონარქიულმა სახელმწიფოებმა შექმნეს უფრო შეიძლება ითქვას რაღაცა ახალი სისტემა, რომელიც ერთი შეხედვით თვითონ ხალხზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული საბოლოო ჯამში, მაგრამ გარდაისახა ეს ყველაფერი არა სახალხო ორიენტირად, არამედ გარდაისახა აბსოლუტისტურ მმართველობად და ამ ყველაფერს დაემატა წიგნის ბეჭდის ტექნოლოგია, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ჯერ კიდევ მე-15 საუკუნიდან, როცა იოჰან გუტენბერგმა ეს წიგნის ბეჭდის ტექნოლოგია გამოიგონა და მივყვეთ ამ ყველაფერმა უკვე შექმნა თავისუფალი ფილოსოფიური ტექსტები, ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებამ ეს ტექსტები შეითვისა და ჩამოყალიბდა ის დიდი ბიბლიოთეკები, რომელიც მაგალითად ნიკოლოზ მეხუთემ დააარსა პაპმა და ამ ბიბლიოთეკებში უამრავი სივრცეები გაჩნდა, სალონები გაჩნდა, აკადემიები გაჩნდა, წიგნის ბაზრობები გაჩნდა, რაც არ არსებობდა, პერიოდული პრესა გამოდიოდა, ჟურნალ-გაზეთები, კარიკატურები, ციტატები, ილუსტრაციები გაჩნდა, კაფეები გაჩნდა, რომელიც იყო მიმოწერის ქსელები მთლიანად, რომელმაც საერთო კონტექსტი და აზროვნება შეცვალა და ფაქტობრივად ამ ყველაფერმა ადამიანის გააზრებინა, რომ ადამიანის გონება არის სამყაროს საზოგადოების და სახელმწიფოს შეცნობის უმთავრესი ინსტრუმენტი და საბოლოო ჯამში დაიწყო გონების საუკუნე, ინტელექტუალური საუკუნე, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ კონტექსტი მთლიანად შეცვალა და საერთო იდეა მთლიანად მაშინდელი აზროვნება პროვიდენციალისტური გარდაქმნა. ანუ ამას აქვს თავის მხრივ ინტელექტუალური ფესვები, საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, პოლიტიკური ფონდის შექმნა, რომელშიც ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ აბსოლუტიზმი, რელიგიური კონფლიქტები, იურიდიული საგადასახადო კრიზისი, ფილოსოფიური ტექსტები, რომელიც მონტესკიეს, ვოლტერის, დიდროსა და ალანბერის, ჟან-ჟაკ რუსოს, ასევე ბეკარიის, ადამ სმითისა და კანტის იდეებს ძირითადად ეფუძნება და ძირითადი შედეგები არის ის, რომ მაგალითად გაჩნდა სიტყვა ტოლერანტობა, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ქრისტიანობასთან ყველაზე ახლოს იყო. გაჩნდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, სისხლის სამართალი, რომელიც მანამდე არ არსებობდა და ჰუმანიზაცია, როგორც ასეთი ადამიანობრივი სამართლის ეს არ არსებობდა, ეკონომიკური ლიბერალიზმი, რომ ვიღაცასაც უნდა რომ ფული ჰქონდეს და მარტო მაღალ ფენას არ უნდა ჰქონდეს ფული და თუ გამოუვიდა ქვედა ფენის
წარმოადგენს თავისი ნიჭიერებით, რატომაც არა უნდა ჰქონდეს და აი ამ ყველაფერმა საჯარო გონების იდეალიზმი გამოიწვია, რომელმაც საბოლოო ჯამში შექმნა ცოდნა ქსელები და რეფორმა, ეს მთლიანი სისტემა, რომელიც გავრცელდა ქალაქებში და ამ ძირითად იდეებს, რომელსაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, არის კაფეოდ გასაზრდებელი ძირითადი იდეები რა არის? მაგალითად, გონება მთავარი იდეა, ხო? რომელიც არის გონება და რაციონალიზმი ამ შემთხვევაში, აქ არის ავტორიტეტების წინასწარი განწყობებისა და მათ შორის ეს რა ქვია, ტექსტების, წესების და ინსტიტუტების რაციონალური ხედვა, ანუ ისე ხედვა, როგორც უყურებ. არა მხოლოდ ასე ბოდიშით, პირიქით, უფრო ღრმა კონტექსტის გააზრება არის საჭირო, იმ ტრადიციული კრიტიკული კულტურის შემოწმება და იმისი გარდაქმნა. თუ ტრადიცია არის დებილობა, ის დებილობა ტრადიცია უნდა შეცვალო აუცილებლად, გააკრიტიკო და გარდაქმნა. კი გაუქმო, გარდაქმნა. ანუ ტრადიციის შეცვლა შეიძლება გაუქმება, რომელიც მავნე, ანუ ეს ძალიან მანკერი პრაქტიკაა, ძირითადად საზოგადოების ინტერესებს და კონსერვატიულ ძალას აზიანებს და აღიზიანებს, მაგრამ კრიტიკა ტრადიციული კულტურის და მისი გარდაქმნა და იმ ჩარჩოებში, ახალ ჩარჩოებში ჩასმა, რაც საზოგადოებამ ახალი აზროვნებით მოიტანა, მნიშვნელოვანია. ასევე ბუნებითი უფლებები მნიშვნელოვანია, რომელსაც ამ შემთხვევაში სამყაროში გვაძლევს და ქმნის ეს საზოგადოება და სამყაროს ადამიანის კანონზომიერების წესრიგს ადგენს როგორც ასეთ და ეს ბუნებისა და სამართლისა და ბუნებითი უფლებები მნიშვნელოვანი დეტალია, რომელითაც ადამიანს ვალდებულება აქვს, რომ გამოიკულიოს ეს ყველა. ანუ ბუნება შეიცნო, იყო შეიცან რათა ირწმუნო და ჯერ ირწმუნე რათა შეიცნო იყო და მე გადააკეთეს ეს და თქვეს რომ შეიცანი ჯერ და მე ირწმუნე. ანუ თუ არიცი როგორ უნდა ირწმუნო, ხო, კონკრეტულად ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლება, ну ამაზე აღარ ვიტყვი და ასევე რელიგიური ტოლერანტობა, რომელიც არის ალბათ ყველაზე მთავარი მიღწევა განმანათლებლობის, ეს არის სხვადასხვა აღსარებლობისა და იმ საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპი, როცა ვიღაცეები ჯვრით და მთვარით და იმეებით ძროხებით და იმეებით შეიარაღებული სიმბოლოებით ხელში კი არ უპირისპირდებიან ერთმანეთს, არამედ იმ სიმბოლოთ მეტყველება აღარ ხდება წმინდა რელიქვიებისა და ჯვრების და იმით ხელში და ამით ხელში და აი ამის წინააღმდეგ მიდიან და ტოლერანტიზმი რელიგიური ომების შემდეგ სამოქალაქო მშვიდობის საფუძვლად ყალიბდება და ამ ყველაფერს ბუნებრივია პროგრესიც მოჰყვება, მერე საჯარო ინტერესები, იდეების ღია განხილვა, ვიზუალური გამოსახვა, სექსუალური ტრანსფორმაცია, ჟურნალებში, სალონებში, კლუბებში, აკადემიებში ამ ყველაფრის გამოკვეთა, საჯარო აზრის ფორმირება, ადამიანის დამახინჯებული სახის წარმოდგენა კი არა, არამედ ისეთად როგორიც იყო მისი სხეული და ამაში მოგეხსენებათ ლეონარდო და ვინჩი იყო უმთავრესი ფიგურა, რომელზეც თქვენ ცალკე ფილმი ნახეთ რენესანსისა და ჰუმანიზმის და ფაქტობრივად ეს არის უნიკალური ადამიანი, რომელმაც მთელი ხელოვნება გააცოცხლა და გააღვიძა. და რაც ყველაზე მთავარია, სარგებლიანობა ინსტიტუტებმა ისარგებლეს აი ამ სოციალური ეფექტის მიხედვით, სისხლის სამართლისა და ეკონომიკის რეფორმები შედგა როგორც ასეთი და ყალიბდება ევროპული განმანათლებლობა ფაქტობრივად ყველა ქალაქ სახელმწიფოში შიგნითაც და გარეთაც და ეს რელიგიური რეგიონული ხაზები ინგლისში, საფრანგეთში, შოტლანდიაში, გერმანიაში და იტალიაში ყალიბდება, მაგალითად ინგლისში ემპირიზმით, კონსტიტუციონალიზმით, საფრანგეთში სალონები, პოლემიკა და ენციკლოპედიები, შოტლანდიაში მორალური ფილოსოფიები ყალიბდება, ეკონომიკური, მაგალითად ადამ სმიტის, გერმანული სივრცეში კრიტიკული ფილოსოფია და ავტონომიურობის ხაზი და სასჯელის ჰუმანიზაცია, იურიდიული აზრი, ძირითადად რაც გასააზრებელია და გამოსაკვეთია. ამგვარად ქალაქები, რომელიც ამ შემთხვევაში სხვადასხვა კონკრეტულ სამყაროში იყვნენ მორგებულები, ძირითადად მიჰყვებოდნენ კონკრეტულ ფილოსოფოსებს და განმანათლებლებს და მის აზრებს და ყველგან და ყველა ქალაქში, მათ შორის საქართველოშიც, ივანე ბატონიშვილის კალმასობა ერთ-ერთი ასეთი
ვიზუალია სახე ამ შემთხვევაში იმისა თუ როგორ ან ბრძენი აღმოსავლეთსა ალექსანდრეს გვარი დამავიწყდა კონკრეტულად რა გვარი იყო ალექსანდრე ლორდ-ქიფანიძე თუ არ ვცდები ბრძენი აღმოსავლეთისა რომელიც არის ესეთი ხედვა განმანათლებლური ხედვა ნუ შორს რო აღარ წავიდეთ ილია ჭავჭავაძე მარტივად რომ ავიღოთ რომელმაც უფრო მოგვიანო პერიოდში მაგრამ მაინც ეს საზოგადოება ამ ნაწილით თავის ტექსტებში გამოხატა და ამ ყველაფერს შეიძლება ითქვას, რომ ცენტრები დედაქალაქები ქონდა და ამ ცენტრებიდან შეიძლება ითქვას ასევე რომ ვრცელდებოდა კონკრეტულად ეს იდეები და ყველაზე მთავარი განმანათლებლები ალბათ მკაფიოდ გასააზრებელია ვინ იყვნენ და აქ შეიძლება იმდენზე ვისაუბროთ რომ ერთ მორჩეთ დღეს იმდენი განმანათლებელი შეიძლება ჩავთვალოთ მაგრამ ალბათ ძირითადი განმანათლებლები არიან მონტესკიე, ვოლტერი, დიდრო, რუსო, ბეკარია, ადამ სმიტი, კანტი მათ შორის, რომლებმაც ყველამ თავისი აზრი განავითარა, მოკლედ და კონკრეტულად რომ ჩამოყალიბდეთ და მათ ჩამოაყალიბეს ძირეული ტექსტები, აი მაგალითად კიდევ აქ არ მაქვს მოცემული და ჩვენ შეგვიძლია დავუმატოთ თომას ჰობსი, რომელიც არის ცნობილი იმით, რომ ადამიანი ამბობს რომ ადამიანი ბუნებით მიდრეკილია კონფლიქტებისკენ და ეს მკაფიოდ გასასმელია რომ ლევიათანში უწერია განსაკუთრებით და ძალიან საინტერესოა თუ წაიკითხავთ მას თავარი ნაშრომი 1651 წელს რაც გამოსცა და არც ხელოვნება არც მეცნიერება და არც საზოგადოება არ არსებობს ამ შემთხვევაში იდეის და ინტელექტის გარეშე ჯონ ლოკი რომელიც პირდაპირ მკაფიოდ აცხადებს რომ ცოდნა არის ბუნებითი უფლება და გამოცდილებიდან შეიძინება სიცოცხლე თავისუფლება საკუთრება ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია და ყველა ადამიანი თანასწორი და დამოუკიდებელია. აი, აქამდე როგორ უნდა მივიდეს ქრისტიანი ადამიანი იერარქიული საზოგადოებიდან, პაპიზმიდან, რომელიც მხოლოდ იერარქიას აღიარებს და მორჩილების კულტურას, მხოლოდ ხო არ არსებობს და სხვა შორის საქართველოში რატომღაც ქრისტიანულმა ეკლესიამ დააბრუნა მორჩილების კულტურა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება განმანათლებლობას. არადა ქრისტე ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა მორჩილების კულტურას, საერთოდ თვითონ ბანდა ფეხებს და დიდ სერობას ხუთშაბათს ქრისტე თავის მოწაფეებს ფეხებს ბანს და პირიქით იყო მსახურის ინსტიტუცია და აქ ამას ებრძოდა და ამას უპირისპირდებოდა ეს მისი მოკლე პორტრეტი ფართოდ რო არ შევაფასოთ ქრისტიანობის იყო რომ მე გემსახურები შენ მე შენს გამოვკვდები და აქ პირიქით იერარქიულობის პრინციპია დაბრუნებული რაც არის საერთო სიგიჟე ქრისტიანობაში და სხვათა შორის ის რომ ახალ საზოგადოებას, ახალ თაობას განსაკუთრებით რომელიც ავტორიტარიზმის ეპოქაში არ დაბადებულა და თავისუფალი აზროვნების, შვიდი თავისუფალი ხელოვნების იდეას რომ მიყვეთ და სიმბოლური მართალი არანაირი კავშირი არ აქვს შვიდ თავისუფალ ხელოვნებასთან, მაგრამ მაინც უნდა ითქვას რომ ამ საზოგადოებამ რომელმაც კრიტიკული ანალიზი იცის რა არის იერარქი ვერასწავლის იერარქიულად ქრისტიანობას და როგორც კი ამას აკეთებს ის ადამიანი ტაძრიდან გარბის. ამიტომ ხდება რომ ახალგაზრდა საზოგადოების წევრებისთვის ეკლესია იმათთვის ვინც ახლა ზოგადად აზროვნებს და კრიტიკული ანალიზი მათთვის არის უმთავრესი ვერ ახერხებს რომ იერარქიული პრინციპებიდან იმ პროვიდენციალისტური ხედვიდან ქრისტიანობა ასწავლოს იმიტომ რომ ბევრად უფრო ღრმა არის ქრისტიანობა ამ თვალსაზრისით და გასააზრებელია ზუსტად ეს ამასვე ადასტურებს თვითონ მაგალითად მონტესკიე და მონტესკიე პირდაპირ ამბობს რომ ძალაუფლებას უნდა აკონტროლებდეს ძალაუფლება ამ შემთხვევაში და ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და არა იმ იერარქს რომელიც შენ უნდა გემსახურებოდეს თავისი ქცევით მონტესკიეს ყველაზე მეტად ებრძოდნენ სხვათა შორის იმიტომ რომ პირდაპირ ურტყავდა ის იერარქებს ბატონებს მეფეებს დიქტატორებს და ასეთ ადამიანებს რომელიც ახსენებდა რომ შენ უნდა მემსახურებოდე მე რაც ცოტა არ იყოს და შუა საუკუნეობრივი საზოგადოებისთვის იყოს სიგიჟე იმიტომ რომ ეს არის მკაფიო სიგნალი იმისა და მონტესკიე პირდაპირ ამბობს რომ მორალისტური შეგონები
შეგონებიდან უნდა გადავიდეთ სტრუქტურულ ანალიზზე, მორალისტებო წოდეთ და ესეთი დამოკიდებულება გქონდა ხოლმე და თქვენ ეს მორალი უნდა გაიაზროთ რეალურად შეგონებები რაც გაქვთ. ამიტომ მან დაწერა წიგნი კანონთა სული, რომელიც არ იყო რაღაცა ინსტიტუციის და ერთი ინსტიტუციის ქება, ეს იყო ცდა, რომ მას ეჩვენებინა, რომ კანონები დაკავშირებულია მმართველობის ფორმასთან, კლიმატთან, ეკონომიკასთან, ზნეობასთან, ისტორიულ პირობებთან. ყველაზე გავლენიანი თეზა მისი, როგორც იცით, არის ხელისუფლების დანაწილება და ფაქტობრივად საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო ძალაუფლება ის პირდაპირ ამბობდა, რომ ერთი ადამიანის ხელში არ უნდა თავმოყრილიყო და შეიძლება ითქვას, რომ ამასვე აი ამ ხაზს უმაგრებს მონტესკიეს ვოლტერი ამ შემთხვევაში. თვითონ მონტესკიეს ინტელექტუალური მემკვიდრეობა იმდენად ღრმა არის და განსაკუთრებით ამბობს ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ ხელისუფლების თავისუფლებისთვის ხელისუფლება რომ იყოს თვითონ თავისუფალი, საჭიროა ისეთი წყობა, რომელიც სადაც ძალაუფლება შეაკავებს თვითონ ამ მათ ძალაუფლებას, ხო? და აი ეს მონტესკიე სახელმწიფოს კი არ ანგრევს, არამედ მის ზომიერების ფარგლებში მოიხსენებს და სთავაზობს კონსტიტუციურ ფორმას, რომელიც საზოგადოებას უკმაყოფილებს მართვის ძალაუფლების გრძნობას. ის რევოლუციონერი კი არ იყო, არამედ ძალიან ზომიერი პოლიტიკოსი იყო, რომელმაც შეცვალა, შეიძლება ითქვას, მაშინდელი აღქმა და მსოფლმხედველობა. და ამასვე შეიძლება ითქვას, რომ ვოლტერიც მიყვება, რომელიც ტოლერანტობას, ყველაზე მეტად ანტიფანატიზმს, საჯარო პოლემიკის იდეას აყალიბებს და ვოლტერი იყო სიტყვის თავისუფლების მთავარი დამცველი და პირდაპირ ამბობდა, რომ შეიძლება არ გეთანხმებოდე, მაგრამ შენ თქმის უფლება გაქვს. ამიტომ შენ თქვი რაც გინდა, მაგრამ მე ჩემს აზრს სიცოცხლის ფასად დავიცავ. თუ ეს არის ლოგიკური რასაკვირველია და ყველაზე მთავარი კონტექსტი სწორედ ეს არის, რომ შენ შეგიძლია თქვა რაც გინდა და ამას იერარქები ებრძოდნენ, შენ არაფრის თქმის უფლება არ გაქვს, აქ მთავარი მიზანი ღმერთისგან დაკისრებული მე მაქვს და მე ვიცი რა უნდა გავაკეთო, შენ რა იცი რა უნდა გავაკეთო ამ შემთხვევაში, ხო? შესაბამისად ამ ყველაფერმა განსაკუთრებით ვოლტერის ანტიფანატიკურმა იდეებმა, რომ არ უნდა ყავდეს ვიღაც ადამიანი, რომელსაც გააფანატებ, ვიღაც მორალური რესტავრატორი შენი ცხოვრების, ვიღაც რომელიც შენი იდეების დიქტატორი იქნება და რაღაც ესეთი, არამედ უნდა იაზრონ განმანათლებლობა, სწორედ კითხვების დასმა, ის ბუნებრივი კანონზომიერება, მეც ადამიანი ვარ, მეც ორი ფეხი მაქვს და შენც და რითი განსხვავდები ჩემგან და აი ეს განსხვავება დაანახა განმანათლებლობამ განსაკუთრებით, რაც უნდა გამოიკვეთოს და ამას შეიძლება ამბობდა ჟან-ჟაკ რუსო, რომ შენ შინაგანი სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნო, იმიტომ რომ შენ ხარ მოქალაქე, შენ ხარ საზოგადოება და შენ გაქვს სოციალური კონტრაქტის გაფორმების უფლება იმ ადამიანებთან, ვინც შენ უნდა გემსახუროს, შენ გაქვს სუვერენიტეტი. ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ყველგან ბორკილებშია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც მან ფაქტობრივად გამოკვეთა და ჟან-ჟაკ რუსო შეიძლება ითქვას, რომ არის ამისი მთავარი აი თავისუფალი სუვერენიტეტის გამართლების მთავარი არქიტექტორი და შეიძლება ითქვას, რომ მან კონტექსტი მთლიანად შეცვალა და ჩამოაყალიბა ისეთი აზროვნების ფორმა, რომელიც თავისუფლებას, სუვერენიტეტს, განმანათლებლობის შიდა კრიტიკას მოიცავდა, ის ერთდროულად განმანათლებელია და განმანათლებლობის კრიტიკოსიც იყენებს და ეჭვს იყენებს ფაქტობრივად ყველანაირად და იმ ადვილ ოპტიმიზმს იყენებს, რომელიც ხელოვნების, მეცნიერების
პროგრესს ფაქტობრივად ავტომატურად აუმჯობესებს და შესაბამისად პოლიტიკურ თეორიაში რუსო არის განმანათლებლური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ავტორი, რომელიც აყალიბებს ისეთ არგუმენტს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ პოლიტიკური წესრიგი უნდა ემყარებოდეს საერთო ნებას და მოქალაქეთა შეთანხმებას, თანაბარ თავისუფლებას. ეს პოლიტიკური წესრიგი, სადაც არ არსებობს, იქ ყველაფერი ირევა. ადამიანი თუ თავისუფალი იბადება და მას პოლიტიკურ წესრიგში არ ამყოფებ, თანასწორ წესრიგში, იქ ბორკილებიში უნდა მოექცეს და ამას ეწოდებოდა დიქტატურა. და ეს არის პოლიტიკური მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შესავალი. აქ რუსო უბრალოდ კი არა აკრიტიკებს ტირანიას, ამბობს, რომ ტირანია ასეთი თუ ეს თუ ასეთ მეფე თუ ასეთი ყავს, ფაქტობრივად მას უნდა აიძულო, რომ ლეგიტიმურ კანონად იქცეს მხოლოდ და არა თავის თავზე მოარგოს ის, რაც რეალურად მას სჭირდება და ისეთი გამოკვეთაა ხოლმე ხანდახან, რომ მგონია, რომ ეს განმანათლებლები დღეს არც წასულა პრინციპში ეს განმანათლებლები რომ დაიბადნენ ეს ძალიან დიდი თავის ტკივილი გახდა მაღალი იერარქებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ის საუნჯე, რაც მოვიპოვეთ ფაქტობრივად საზოგადოებამ და ამ საუნჯეს უნდა გაუფრთხილდეთ და როგორ უნდა გაუფრთხილდეთ? პირველ რიგში ამ ყველაფრის დაცვით. თუ ამას ვერ დაიცავ, თუ ამას არ დაიცავ, აუცილებლად დაგაჯდებიან ფაქტობრივად ზემოდან და გაგაკეთებინებენ იმას, რასაც სჭირდება. ჩეზარე ბეკარიე სწორედ არის ადამიანი, რომელიც უკვე ამას, თითქოს ერთმანეთს ავსებდნენ ეს ადამიანები და ჩეზარე ბეკარიემ დანაშაულისა და სასჯელის შესახებ ტრაქტატი გამოსცა, პირველი გამოცემა ფაქტობრივად 1764 წელს გამოვიდა და მთლიანად ამას მიუძღვა ეს გამოცემები და პირდაპირ ამბობს, რომ ბეკარიე არგუმენტი არის ძირითადად ის, რომ ადამიანებს სჭირდებათ სასჯელი, მაგრამ მისი პროპორციულობა აუცილებელია. განსაკუთრებით ეს სისხლის სამართლის კოდექსში ჰუმანისტური იდეების შეტანას გულისხმობდა და მისი ტექსტის ძალა იმაში იყო, რომ მან განიხილა არა შურისძიების ხედვა, არამედ წმინდა მაგალითი იმისა, რომ სუვერენული ნებისა, ამ შემთხვევაში რომ მეც, რომელმაც შეიძლება რაღაც დავაშავე, მაქვს სუვერენული ნება, რომ ეს ჩემი დანაშაული გამოვისყიდო ან დავიცვა პროპორციულობის პრინციპით. და ამიტომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, რომ ყველა ადამიანი მანამ სანამ მას ბრალი არ დაუმტკიცდება, არის და სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმპციით. ფაქტობრივად ჩვენ საზოგადოებას არ გვიჯერა უბრალოდ. იმდენად არ გვიჯერა, რომ ჩვენ მაგალითად უდანაშაულობის პრეზუმპციაში შეიძლება ადამიანი გამტყუნდეს, კი არა და გამართლდეს, რომ არ არის საერთოდ მტყუანი. და არაფერში მას ბრალი არ მიუძღვის, რომ თავიდანვე საკმარისია ინფორმაცია დაწერო Facebook-ზე რაღაც ტრაგიკული. მკვლელსაც გინდათ მკვლელობაზე, მკვლელს მაშინვე ჩაქოლავენ. იმ დროს, როცა შეიძლება საერთოდ 20 ადამიანი თავს დაესხა და თავს იცავდა, ხო? ეს კონტექსტიც გასააზრებელია ხოლმე. ანუ ბეკარიე ამკვიდრებს ამას, რომ საზოგადოებას სჭირდება სასიკვდილო ენა, სასიკვდილო ენამდე მისასვლელი ფაზა, რომ დაიცვა და ის გამოდიოდა წამების და სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ, აყალიბებდა არგუმენტებს და დღეს ფაქტობრივად ჰუმანური სამართალი, რაც არსებობს, ჩეზარე ბეკარიეს ჩამოყალიბებულია, სასჯელის მიზანი არ არის არა სხვა რამ, თუ არა ის, რომ დამნაშავემ ვეღარ დააზიანოს საზოგადოება და სხვებმა მსგავსი ქმედებები აღარ ჩაიდინონ და არა მისი მოკვლა. ანუ უბრალოდ დაიჭირო ამ შემთხვევაში და დაჭერისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას და აქ მკაფიოდ ჩამოშორდა სასჯელი ჩეზარე ბეკარიეს ტრაქტატების შედეგად იმ რიტუალურ სისასტიკეს, რასაც საჯარო აუტოდაფე, კოცონზე დაწვა, ჩამოხრჩობა, წამება, ორკვირიანი სასჯელები, საჯაროდ დაბმა, გალიაში ჩასმა, კედელზე ჩატანება და რა აღარ ჩამოვთვალოთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამეებით
ადამიანები სიამოვნებას იღებდნენ და ის ადამიანები, აი მაგალითად ეხა უცბად გამახსენდა საიდან რატო არ ვიცი, ქარიშხლიან უღელტეხილში ჩამოხრჩობის სცენა, როცა საზოგადოება როგორ სიამოვნებით ეძახის, რომ წამოდიო, უნდა ჩამოახრჩონო და არ გინდა რომ უყურო ამას. ხო და ეს არის პროცესი და აი ამ პროცესში მან ფაქტობრივად კონტექსტი მთლიანად შეცვალა, ძალიან დიდი როლი ითამაშა აი ამ ყველაფრის გააზრებაში. ადამ სმიტი, რომელიც ხშირად მოიხსენება ეკონომისტად მათ შორის, მაგრამ სინამდვილეში ადამ სმიტი იყო. ერთი წუთი აი ჩეზარე ბეკარიადან მომდინარეობს კი თვალსაზრისით და ტერმინით უდანაშაულობის პრეზუმპცია? ხო, არა, პრეზუმპცია კონკრეტულად ეგ არა, მაგრამ აქედან აღმოცენდა მე ეგ უდანაშაულობის პრეზუმპცია მათ შორის. ანუ ეს არის ბოლო წერტილი უკვე სადამდე ჩვენ მოვედით, მაგრამ ის ძირითადად ამის წინააღმდეგ მიდიოდა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ბუნებრივია თითქმის ამას გულისხმობდა. ადამ სმიტი ნახევრად ეკონომისტია, მაგრამ უფრო არის მორალისტი და ფილოსოფოსი, რომელიც ფაქტობრივად აყალიბებს ისეთ იდეებს და ისეთ აზროვნებას, რომელიც საერთოდ ცვლის მაშინდელ საზოგადოებას და პირდაპირ ამბობს, როგორი იბადება ადამიანი და როგორ იბადება სიმდიდრე, ხო, როგორ იზრდება პროდუქტიულობა, რა კავშირშია საერთოდ შრომის დანაწილებას ბაზარსა და ინსტიტუციურ წესრიგს შორის ერთმანეთთან რა კავშირი აქვს. აი ეს სიმდიდრე ერების მექანიკურ ბაზართა ქება რა არის, როგორია, ისტორიული ანალიზი მისი როგორია, საიდან დაიწყო გაცვლა, კონკურენცია, ანტაგონისტური ხედვა, ეს ყველაფერი, ამ ყველაფერს იკვლევს და იგი პირდაპირ ამბობს, რომ შრომის პროდუქტიულ ძალებში უდიდესი გაუმჯობესება არის შრომის დანაწილება. უნდა დაინაწილოს შრომა, ერთმა კაცმა კი არ უნდა გააკეთოს, ანუ გაინაწილო და რაღაცნაირად ამ მიმართულებას გაყვედა კანტი, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფიგურა მარტივად რომ თქვათ, ის საპერე აუდეს საჯარო გონების, ანუ გამოიყენე გონება შენი აი ამასკენ მოუწოდებს საზოგადოებას და ალბათ თუ ვინმე მოგცა ყველაზე სუსტი დეფინიცია, თვით დეფინიცია განმანათლებლობის, ეს არის იმანუელ კანტი, რომელმაც 1790 ასე ვთქვათ 10 წლიდან ფაქტობრივად 1794 წლიდან ფაქტობრივად ჩამოაყალიბა მთავარი კითხვა, რა არის განმანათლებლობა? განმანათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა მისვერვე შექმნილი უმწიფრობიდან. თვითონ შექმნა ადამიანმა უმწიფრობა. ეს უმწიფრობა დაკარგა არისტოტელეს, პლატონის ეს მთავარი მიღწევები, რაც იყო აზროვნება და ქრისტედ ყოფნა ამ შემთხვევაში ეს დაკარგა და იმანუელ კანტმა თქვა, რომ გაბედე საკუთარი გონების გამოყენება. რომ კითხვას რომ დაგიცვამენ და რომ გეტყვიან, რომ ეს ასეა, თქვი და კითხე, გაბედე და კითხე, რატო და თქვენ თუ დაუკვირდებით, დღესაც კი უმწიფრობაში იმყოფება ის ადამიანი, ვინც საკუთარ გონებას არ იყენებს. მაგალითად, მეგობარმა მითხრა, იმან მითხრა, ამან მითხრა, ეს უმწიფრობის პირველი ნიშანი რა არის, იცით? როცა ადამიანი გეუბნება, იმან შენზე ეს მითხრა და მე შენ რა გითხარი ჩემზე? ხო, ეს აი მე რა გითხარი? ეს უმწიფრობის სახე არის ნამდვილად, იმიტომ რომ შენ კითხვას არ სვავ, შენს გონებას არ იყენებ. ანუ იმან რომ გითხრა, ეს ხომ არ ნიშნავს, აი აქ ეს ხომ არ ნიშნავს, არის ის ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, რომ შენს გონებას იყენებ და იმან ეს რატომ მითხრა შენზე? რა მიზანი გქონდა, რატომ მითხრა, მე თუ შენთან კარგად ვარ, იქნებ რაღაც, ანუ აი ეს ძალიან მარტივი თეზა რო ავიღოთ, ძალიან უხეში თეზაა ეს ფაქტობრივად. და ეს არის სოციალური ინსტიტუტის გარდა ის ზნეობრივი დავალება ფაქტობრივად, რომელიც პირდაპირ გრძელავს ჭორაობას, მინდა გითხრათ, იმანუელ კანტი პირდაპირ ამბობს, რომ არ იჭორაო და შენი ცოდნით და გონებით გამოიყენე, რაც იცი და როგორც იცი, ანუ ვიღაცის ნათქვამს ნუ დაეყრდნობი, შენ თვითონ შეიგრძენი შენი გონების
გონის ფასეულობა და სწორედ ამიტომ იგი ეპოქის არამხოლოდ მთავარი ფიგურა, შემაჯამებელი ფიგურა, არამედ იმანუელ კანტი არის საპერეუდე, ნორმატიული აქტი, ნორმატიული ავტორი, ნორმატიული სახე იმისა თუ რა იყო და როგორი უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში მაშინდელი და ზოგადად ადამიანის ცნობიერი როგორი უნდა ყოფილიყო. ხო, ამიტომ აქ გასააზრებელია მკაფიოდ ეს კონტექსტი. დენი დიდრო საინტერესო პიროვნება არის იმ კუთხით, რომ მან დაიწყო ცოდნის ორგანიზება, რაც ენციკლოპედიური სახის მთავარი არსია და მოგეხსენებათ ვიკიპედია ახლა სწრაფი ცოდნის გავრცელება რამდენად მნიშვნელოვანია ალბათ ჩვენს ცხოვრებაში და ვიკიპედიას რა როლი აქვს. ისეთი როლი აქვს ვიკიპედიას მაგალითად რომ თვითონ ხელოვნური ინტელექტის ვიკიპედიას ეყრდნობა ფაქტობრივად და ყველა ინფორმაცია რაც ჩვენთან მოდის, რასაც ვეკითხებით ჩვენ ხელოვნურ ინტელექტის უბრალოდ სწრაფად ეძებს და სწრაფად გვიგზავნის ვიკიპედიიდან ძირითადად საყრდენ ავტორიტეტულ წყაროებზე დაყრდნობით. და ეს ენციკლოპედია სწორედ არის პირველად შექმნილი და კონტექსტი ეს რა ქვია განმანათლებლობის ენციკლოპედიური სიმბოლოები, ცოდნა წიგნად კი არ შეიკრა, არამედ სოციალური პროგრამა შეიქმნა და ცოდნა უნდა იყოს ფაქტობრივად დახარისხებული, ცოდნა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, შემოწმებადი, პრაქტიკული, ეს უნდა გამოიყენო და თქვენ კიდევ ერთხელ პარადოქსს გეტყვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით რომ მწიფრობაში ვართ, რამდენი წიგნი გაქვთ სახში და რამდენი გაქვთ იქედან წაკითხული. ეს არის ძალიან მარტივი, თან სუფთა ალბათ ქართველური, მე ალბათ არ ვიცი სამყაროში არ მინახავს ქვეყანა, ან შეიძლება მინახავს, არ ვიცი, წიგნი გქონდეს, წიგნები გქონდეს და ყიდულობდე უფრო სიგიჟე წიგნები შეიძლება დაგიტოვონ, მაგრამ ყიდულობდე წიგნებს და უბრალოდ თაროზე ალაგებდე, დახარისხებული იყოს ხოლოდ და ხელმისაწვდომი იყოს, მაგრამ შემოწმებადი და პრაქტიკული არ იყოს. ანუ აი ამ პროექტში ფაქტობრივად მეცნიერება, ტექნიკა, ფილოსოფია რომ უნდა ერთიანდებოდეს, ერთ კულტურულ რუკაზე თავსდებოდეს და შენ ცოდნას იძენდე, ეს ფაქტობრივად არის მივიწყებული. ანუ ხო არ შეიძლება რაღაცეები უბრალოდ ფასადურად გააკეთო. ამიტომ ენციკლოპედისტები, განსაკუთრებით დენი დიდრო, სწორედ ამას ამბობს, რომ საჭიროა სხვაგვარად დაფანტული ცოდნა გავს იმას, რომ სიბნელეში, ისა ბნელ ოთახში ეძებდე კატას, ხო, რომელიც შეიძლება ვერც ვერასდროს ვერ იპოვო. ანუ ეს არის ის ფრონტის პირა ჭეშმარიტება, რომელიც ფილოსოფიით და ზოგადად ყველა კონტექსტით ყალიბდება მე-17 საუკუნის განმანათლებელ აზროვნებაში და ეს ის დაფარული სახეა, რომელიც ფაქტობრივად ვიზუალური პროგრამა იყო, მანიფესტაცია, რომელმაც რაღაცა ის ბურუსი და ის დახურული ავტორიტეტი, რომელიც ზოგადად სამეფო საზოგადოებამ შექმნა, იერარქიულობამ შექმნა, ეს ყველაფერი თითქოს და გაფანტა და ამ ნაწილში უნდა ითქვას, რომ მეცნიერება დენი დიდროსთვის იყო ხელობა ერთ ოთახში, ერთ ღირებულებით ნაწილში მოქცეული და ფაქტობრივად ეს ტექსტი, რაც მან ენციკლოპედისტების სახით დაწერა, გადაიქცა მერე ერთი სტატიად, ინტელექტუალურ საკუთრებად, საჯარო საკუთრებად და ასე შემდეგ. და ასევე გასააზრებელი არის კიდევ ბატონო ფილმი არის ამ დენი დიდროზე და ენციკლოპედისტებზე ძალიან საინტერესო, ადრენა ნახი მაქვს. ფილმი, ხო, არ ვიცი, თუ გაზერ მე არ მე არ მინახავს სამწუხაროდ. რაც გასააზრებელია და ბარემ ვოლტერზეც ვისაუბროთ, ვოლტერმა თუ ისაუბრე ვოლტერზე მგონი. მონტესკიე და ვოლტერმა შეავსო. ხო, ვოლტერზე ვისაუბრე. ხო, ეხლა რაც შეეხება პირველ წყაროებს, რაც ზოგადად ჩვენ დოკუმენტური მასალის სახით შეიძლება ვიცოდეთ, აქ ვინ რა გამოსცა და რას უნდა მიოქცევთ ყურადღება არის მნიშვნელოვანი და თქვენ ხედავთ კონკრეტულად ილუსტრაციებზე გამოსახული არის კაფიოდ გასააზრებელი. ადამ სმითზე ვისაუბრე? ეკონომისტი. ხო,
კი ბატონო. ეს 4-ვე გავიარეთ ჩავო. კი ბატონო. ანუ პირველ წყაროები რომ განვიხილოთ ეს დოკუმენტური ზოგადად რასაც ახლა ხედავთ, ფაქტობრივად არის რა, რომ აი ამ წიგნებმა ენციკლოპედია, რუსოს სოციალური კონტრაქტი, პოლიტიკური უფლების საფუძველია ფაქტობრივად. ენციკლოპედიაში არის ცოდნის ერთ სივრცეში თავმოყრა. აშშ სამოქალაქო აშშ კონსტიტუცია, ხო? ეს ყველაფერი ვრცელდება იმ სივრცეებში, რაზეც ვისაუბრე ზემოთ და ეს არის ყველა ის ადგილი, კაფე, წიგნი, მაღაზია, სალონი თუ რა გინდა, რომელშიც გავრცელდა და ფაქტობრივად ჩამოყალიბდა და რაღაცნაირად ეს წიგნები იქცნენ პოლიტიკურ აგენტებად, ჩანერგილ აგენტებად, რომლებიც ამ შემთხვევაში ძალიან დიდ გავლენას ახდენ საზოგადოებაზე, სალონურ საუბრები განსაკუთრებით ნახევრად არისტოკრატიული, ნახევრად საჯარო სივრცე, რომელშიც ძირითადად მაღალი არისტოკრატიის ჯგუფები იყვნენ, ინტელექტუალური საუბრები, აკადემია, რომელიც პირდაპირ ცოდნის გამზიარებელი ინსტიტუტად იქცა, ჟურნალ-გაზეთები, რომელიც შეეხო ყველა ადამიანს იდეების სისწრაფესთვის გამოიყენეს ჟურნალ-გაზეთები და პოლემიკა რო შექმნეს დღის წესრიგის შესაქმნელად პრესა გამოიყენებოდა და პრესა ამიტომ დაიბადა და დღეს ამიტომ არის ყველაზე დიდი იარაღი, რომ დღის წესრიგი თუ გინდა შექმნა, აი მარტივი მაგალითია, რაზეც საუბრობს ტელევიზია, ის არის დღის წესრიგი ყოველდღიურობაში. ერთი კვირა მინდა ირანის ომზე ვისაუბრებ, მეორე კვირა ძაღლებზე ვისაუბრებ, მესამე კვირა რევოლუციაზე ვისაუბრებ, მეოთხე კვირა იმაზე ვისაუბრებ. ეს არის მეოთხე და მეხუთე კვირა კატებზე, ფრინველებზე, დინოზავრებზე და ასე შემდეგ. ამგვარად ეს ჟურნალ-გაზეთები არის უმთავრესი იარაღი, რომელიც ფაქტობრივად შეიქმნა და გავრცელდა და აი ამ სივრცეში ბუნებრივია წიგნებით ვაჭრობაც იგულისხმებოდა და ეს მიმოწერითი კულტურის გავრცელება, რომელიც ნელ-ნელა ჩამოყალიბდა ევროპული ინტელექტის მთლიანი ტრანსნაციონალური ქსელი, რომელიც ნელ-ნელა მიდის წინ და მივდივართ ბუნებრივია მაღალ ფენებამდეც ზოგიერთი დაასწრებდა ეპოქას და თავს იწონებდა რომ მე თანამედროვე ვარ, ნახე მე ახალი იდეები მაქვს, ეს ყოველთვის არსებობდა. ადამიანები თავს იწონებენ სიახლეებით ან ადამიანები თავს იწონებენ სიძველეებით, აი საშუალო რგოლი თითქმის არ არსებობს, ან იქეთ არიან ხოლმე, ან აქეთ არიან. და მმართველები ძირითადად აქ არის ფრიდრიხ მეორე, რომელიც განმანათლებლური მონარქისტად არის მოხსენებული და პრუსიის მთავარი მმართველი იყო, რომელმაც ძალაუფლების შენარჩუნების ფონზე ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო რეფორმები მთლიანად გარდაქმნა ასე და ვოლტერთან მიმოწერისასაც მკაფიოდ ეს გამოიკვეთა. ერთი როდით. ხო, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთმა მონარქმა შეიმეცნა ეს განმანათლებლობის თავარი არსი და დაასწრო სამყაროს და გამოიყენა. იოსები ჰაბსბურგთა მონარქი მათ შორის შეიძლება გამოიკვეთოს, რომელიც რელიგიურ ტოლერანტობას აფართოვებს და ქმნის და ეკატერინე მეორე რუსეთში თქვენ წარმოიდგინეთ თვითლეგიტიმაცია დაიწყო განმანათლებლური ენით, თუმცა პრაქტიკაში მაინც ავტოკრატიულ ჩარჩოს ტოვებს და ბოლომდე ვერ ეღწევა ამას, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს გასააზრებელია, სულ სხვა შედეგის მომტანია. აი ამ დროს, როცა ამერიკული რევოლუცია მოხდა და შემდგომი კონსტიტუციური დებატები ჩამოყალიბდა და ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ განმანათლებლობა, პოლიტიკური თეზები შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკურ მოწყობის წესად გადაიქცა. მონტესკიეს ხელისუფლების განაწილების იდეა ამერიკულ კონსტიტუციურ ენაში განსაკუთრებით გამოსაკვეთი და მკაფიოდ გასააზრებელია, მკაფიოდ ჩაილექა და საფრანგეთის რევოლუციამ ეს უფრო მასობრივ სცენად აქცია, საზოგადოება უფრო რაღაცა ამ თვალსაზრისით წინ წავიდა, თუმცა რევოლუცია ფაქტობრივად განმანათლებლობა და რევოლუცია იდენტური ცნებები არ არის. ანუ პირველი პოლიტიკური აფეთქება არის რევოლუცია შეიძლება ითქვას, მაგრამ განმანათლებლობა არის ინტელექტუალური მოძრაობა. ამ განმანათლებლობამ ანუ ეს არ ქადაგებდა, მინდა გითხრა, რევოლუციას არ ქადაგებდა განმანათლებლობა. განმანათლებლობა ქადაგებდა ცოდნის გონების გამოყენებას.
უბრალოდ ხალხმა გონების გამოყენება ისწავლა და მერე მოხვა ამას უბრალოდ. ან გამოიყენა გონება და მიხვდა რომ მე ღარიბი ვარ და შენ მდიდარი და ჩემ ხარჯზე ხარ ღარიბი, ხო? ჩემს ხარჯზე ხარ შენ მდიდარი. ამიტომ აქ სამიზნეები გაასწორა განმანათლებლობამ, კაფეოდ შეიძლება ითქვას და აქ ბეკარიეს უნდა გამოვკვეთოთ ისევ ხაზგასმა აუცილებელია რომ მთელი ეს კრიმინალური პროცესები უფრო რაციონალური და უფრო ჰუმანური გახადა ეკონომიკაში ადამ სმითმა განსაკუთრებით დანაწილება ბაზრის ლოგიკა გაასწორა როგორც ასეთი ისტორიული დაკვირვების საგნად აქცია და რელიგიაში ტოლერანტობის თეზამ ფაქტობრივად სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა გადაასხვაფერა და ჩამოყალიბდა ის სეკულარული იდეა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაყოფას გულისხმობდა. ფაქტობრივად სახელმწიფო არ იყო გაყოფილი ეკლესიისგან. განათლებაში მოქალაქე ჩამოყალიბდა, ბატონო გაქრა სიტყვა რევოლუციურმა იდეებმა liberté, égalité, fraternité, რაც არის კიდევ ეგეც ფრანგული განმანათლებლობის ესა ფრანგული სახელმწიფოს დევიზი, ხო? ესეც მთლიანად ჩამოყალიბდა და შეიძლება ითქვას, რომ ეს საზღვრები ნელ-ნელა მოიშალა და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ განმანათლებლობა არ იქცა რაღაცა თვითკმაყოფილ მითოლოგიად, ეს იყო უნივერსალური, ყველაფერს მოერგო, აბსოლუტურად ყველა პრაქტიკაში, ყველა ენაში გამოჩნდა, ყველა ჩარჩოში ჩაჯდა და რაც ყველაზე ცუდია, ამ პროცესიდან ქალები იყვნენ ძირითადად განდევნილები, ქალები ძირითადად პოლიტიკურ მოქალაქეებად არ ითვლებოდნენ და კოლონიური სამყარო ხშირად იმავე ევროპის მიერ იყო ექსპლუატირებული, რომელიც თავისუფლებისას ავითარებდა. სიგიჟეა, რომ ერთს ქადაგებ და შენ თავადვე ყავს მონათა საზოგადოება, მონობა, როცა თავისუფლებას ქადაგებ, როცა ხარ განმანათლებელი, უცბად მე-18 საუკუნის ატლანტიკურ ეკონომიკაში ჯერ კიდევ მყარად არსებობს, ის არის ძირითადი შემოსავლის წყარო სამხრეთული და ჩრდილოელური ამერიკის მონობა, რომელიც მე-19 საუკუნეში ამერიკის სამოქალაქო ომით მონათა დიდი აჯანყებებით გაგრძელდა. მაშასადამე ადამიანის ცნება ხშირად რეალურად გულისხმობდა საკუთრების მქონე კაცმოქალაქეს. კაცმოქალაქეს, საკუთრების მქონე კაცმოქალაქეს და გარდა ამისა, ყველა განმანათლებელი ერთსა და იმავე მიმართულებას არ მისდევდა. ხო? რუსო ეჭვის თვალით უყურებდა იმ ცივილიზებულ ოპტიმიზმს, რომელიც სხვები ვერ იაზრებდნენ. კანტის ეს საჯარო გონების იდეალი ჯერ მაინც მონარქიულ სივრცეში ყალიბდებოდა და ბოლომდე არ იყო სახეცვლილი ისე რომ საზოგადოების ინტერესებს მორგებოდა. ვოლტერის ეს ტოლერანტობა სრულ თანასწორობამდე მაინც ვერ მიდიოდა, იმიტომ რომ მონობას მაინც აღიარებდა, რომ მონობა უნდა იყოს და აბარანაირად მაშინ სრული თანასწორობა. ამიტომ ეს განმანათლებელი მონარქები ხშირად რეფორმას იყენებდნენ სახეცვლის ავტოკრატიის გასაძლიერებლად უფრო. პირიქით აძლიერებდნენ ავტოკრატიას, შეფარვითი პოლიტიკა, ჰიბრიდული პოლიტიკის ხაზი. ამიტომ ამ ეპოქის ანალიზში აუცილებელია კრიტიკული სიფრთხილე. ესე პირდაპირ უნდა იჯერებთ, რომ ესენი იყვნენ ფრთაშესხმული ანგელოზები და მათ ყველაფერი ისე მოსწონდათ, იმიტომ რომ თავადვე რასაც ქადაგებდნენ, ხშირად თავადვე არ ასრულებდნენ. ამიტომ კაფეოდ უნდა დაისვას კითხვები კრიტიკული. ამიტომ ეს არის გონების გამოყენება ხო საპერიოდე რომ არის თუ არა შესაძლებელი რომ განმანათლებლობა დავიცვათ ისე რომ მისი კოლონიური სოციალური შეზღუდვები არ დავიწყოთ. არ გამოდის. კოლონიალიზმი როცა არსებობს, ვერ დავიწყებთ ამას. როდის იქცა მაშინ ეს გონება, ენა, ემანსიპაცია, როდის იქცა მთავარ ინსტრუმენტად, რამ აქცია და ამიტომ არის ნომერ პირველი ქვეყანა ამერიკა, რომ მან გადაწყვიტა, რომ მე კი მყავს მონა, მაგრამ ეს მონა არ მჭირდება მე. ანუ იდეოლოგისტები, რომლებიც მერე უკვე ამერიკაში ჩამოყალიბდნენ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ ამერიკას, რომ რაღაცა სახით თავისუფლებას და დემოკრატიას დაუწონებ, არის ცოტა სიგიჟე, რომ მან გადაწყვიტა, რომ სამყაროს მონა არ უნდა ჰყოლოდა, რომელიც ნომერ პირველი ექსპლუატატორი იყო მონათა კლასის, რომლის სამხრეთული ეკონომიკა მთლიანად მონებზე იყო დაფუძნებული. რომ არა მონები, ვაშინგტონი თვითონ მონას და რა ვიცი, რამდენი ფილმი ჩამოსვალო. ანუ ეს მართვის ტექნიკა იყო მათთვის, მონებით ცხოვრება და ამას თუ და სხვა შორის ვერ იაზრებენ ხო სამხრეთელები, ჩრდილოელები იაზრებენ პირველად და ვინ იყვნენ ჩრდილოელები?
ის რელიგიური აღსარებლები, პრესბიტერიანელები, დევნილი ჰუგენოტები, პურიტანები, კალვინისტები, რომლებიც გამოიქცნენ ევროპას, დასახლდნენ ამერიკაში, კოლონიები დაარსეს და სრულიად ახალი და მაინც აი რელიგიურმა ომებმა რა დიდი ფესვები გაიტანა და რა შედეგებამდე მიიტანა ეს ყველაფერი, რომ განმანათლებლობასაც გადაუჯოկრა ფაქტობრივად, განმანათლებლებსაც აჯობა რელიგიურმა ასე თქვათ რეფორმაციამ, იმიტომ რომ რელიგია ყველაზე მეტად გეხება ადამიანს სულს და მისით ხდება ფაქტობრივად ჩენში რაღაცა სიკეთის ჩაღვრა და შეგვიძლია თუ არა რუსო განმიხილოთ როგორც განმანათლებლების მთავარი არსი, აი კრიტიკული ხმა შიგნით კი შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს რუსო კონკრეტულად რომ ამ კონტექსტს მიყვეს. ამიტომ აი აქ თქვენ ხედავთ ახლა მერი ვულტონსკრაფტს, რომელიც არის მთავარი ქალთა უფლებათა დამცველი უნივერსალიზმის გაფართოების მოთხოვნით რომ გამოვიდა და ვულტონსკრაფტის ხაზი არის პირდაპირ ინტერპრეტაცია, რომ თუ გონება არის უნივერსალური, მაშინ მოქალაქეობაც ვერ დარჩება მხოლოდ მამაკაცური პრივილეგია. ეს ამბობს პირდაპირ და ამბობს, რომ ანუ ქალი ისეთივე გონების არის, როგორც მამაკაცი. და რა შუაშია მაშინ მამაკაცის უნივერსალური გონება, როცა გონებაა თვითონ ერთი და იგივე პრინციპის. ქალები განმანათლებელ უნივერსალიზმში ფაქტობრივად პირდაპირ იყვნენ მიბმული მამაკაცებზე და თავისუფლების ენა ყოველთვის არნიშნავდა კოლონიალური გამორიცხვის და მონობის დაძლევას, ცენზურა და პრაქტიკა, რაც საჯარო გონების იდეალი ხშირად ცხოვრობდა არათანაბარ სოციალურ რეალობაში, აი ეს ყველაფერი მკაფიოდ გამოიკვეთა. და აი ქრონოლოგიური ჩარჩოს რომ მივყვეთ, ეს ყველაფერი იწყება ნიუტონის პრინციპიდან, რომელიც არის ბუნების კანონზომიერების წესრიგის ახალი მოდელი. ნიუტონს ვაშლი დაეცა თავში და სამყარო გადატრიალდა. ლოკის ტოლერანტობის წერილი, რომელიც ფაქტობრივად არის პოლიტიკური ქვეტექსტები მთლიანად და შეზღუდული მართლობის ბუნებით უფლებებს ქადაგებს. მერე ენციკლოპედიების ტომის გამოცემა და ფაქტობრივად ცოდნის სისტემატიზაცია, განმანათლებლური პროექტი, რომელიც გამოკვეთილია. მონტესკიე აქ ჩასამატებელი მაქვს და ეგეც არის კანონთასული, რომელიც პირდაპირ ხელისუფლების განაწილებას მოიცავს და მოიაზრებს. ბეკარიე, დელიტე პენე, რომელიც არის მთავარი ჰუმანიზაციის დანაშაულისა და სასჯელის შესახებ ჰუმანური სიცხლის სამართლის იდეის ავტორი. ადამ სმიტი, Wealth of the Nations, რაც არის ამ კუთხით ერების სიმდიდრის ხაზი და პირდაპირ პოლიტიკური ეკონომიის კლასიკური სახეა და ტექსტია. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია, კანტის რა არის განმანათლებლობა, რომელმაც პირდაპირ მოუწოდა საზოგადოებას, რომ საჯარო გონების მანიფესტაცია, გამოვლინება, აღიარება, ქმედება არის უმნიშვნელოვანესი ფორმულა შენი სიცოცხლის უნარიანობის შესანარჩუნებლად. აი ამ ყველაფერმა 1799 წლამდე მიგვიყვანა. ეს არის ფრანგული რევოლუციის ფუძე. ფრანგული რევოლუცია 5 დღეში არ მომხდარა. ეს მოხდა 100 წელი, 200 წელი, 300 წელი ფორმირდებოდა. რევოლუცია არ ხდება ასეთი და ილიადს ამბობს, რომ ქართველი ერი არის 100 წლოვანი ერი, რომელიც 100 წელიწადში ერთხელ მხოლოდ მაშინ ფეთქდება, როცა კვდება. სიკვდილის პირას, როცა მიდის, მხოლოდ მაშინ ფეთქდება. დანარჩენი არ აღავლებს, ხო შორის ყველაზე მეტად მართლდება შეიძლება ითქვას ილიას სიტყვები, ამიტომ შეარქვეს ფენიქსის ერი, ანუ უნდა მოკვდე და მერე უნდა აღდგე. ეს ძალიან სიმბოლური საკრალური სიტყვები, რომელიც შეიძლება არსებობდეს და მუდმივად არსებობს ალბათ ამ კონტექსტში. და აი ამ კონტექსტში აუცილებლად განსახილველია ალბათ საქართველოს კონტექსტიც, იმიტომ რომ ჩვენ ყავდა მიუხედავად სიგიჟის და გაუბედურებული ცხოვრების პერიოდისა, ყავდა განმანათლებლები, არა ისეთი სახით როგორებიც იყვნენ, მაგრამ არანაკლები ფიქრობ, იმიტომ რომ ამაში ალბათ პირველ ადგილზე ვახტანგ მეექვსე უნდა დავაყენოთ, რომელმაც ნამდვილად იმ გაუბედურებულ ძნელბედობის პერიოდს რომ ეძახიან და ოსმალობა და ყიზილბაშობა ერთდროულად რო გვავიწროებდა, შექმნა და ჩამოიყვანა ანთიმოზ ივერიელი, რომელმაც სტამბა ჩამოიტანა თბილისში, წიგნები დაბეჭდა, ვეფხისტყაოსანი გადაგვირჩინა, ლექსიკონები შექმნა, სამუნები დაწერა, ვეფხისტყაოსანი, რომელიც ალბათ რომარა ვახტანგ მეექვსე უბრალოდ აღარ გვექნებოდა ჩემი ღრმა რწმენით, ჩაატარა სამართლებრივი რეფორმები და ეს მეცნიერებისა და განათლების მფარველი იყო და თვითონ ხო ძალიან განათლებული ადამიანი იყო. ანუ რეალურად ეს
იდეა ქართული განმანათლებლობის დასაწყისად განიხილება და ბუნებრივია ამ კონტექსტში სულხან საბა ორბელიანი არის ქართული ინტელექტუალური აზროვნების უმთავრესი ფიგურა სიბრძნე სიცრუისა, რომელიც არის პირდაპირი გამოვლინება მაშინდელი ქართველი ერის სიგიჟისა, რასაც ის ხალხი მაშინ აკეთებდა და რასაც რაუბედურ დღეშიც აგდებდა თავიანთ ქვეყანას. ეს ქართული ლექსიკონი, რომელიც არის გადარჩენის იმ ძველი სიტყვების გადარჩენის ერთადერთი საშუალება, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცით, რომ ასე თურმე შეიძლება ელაპარაკათ გონების, ზნეობის, განათლების, სახელმწიფო გაძლიერების მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ჩამოყალიბდა და მე-19 საუკუნის უმთავრესი ფიგურა ილია ჭავჭავაძე, რომელიც არის, რა ვიცი, ალბათ ფუძე ყველაფრისა, რაც დღევანდელი აზროვნებით რასაც დღეს პატრიოტიზმს ვეძახით, პატრიოტიზმად გავასაღეთ, ჩვენ ასე გვაწყობს და ამით შევფუთეთ, მაგრამ რეალურად ეს არის განმანათლებლობა, რომელიც ენას, მამულს, სარწმუნოებას, განათლებას, ეროვნულ თვითშეგნებას მიჰყვება და აქ ყველა მწერალი ალბათ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე და რა ვიცი, ვინ აღარ შეიძლება ჩამოთვალოთ, რომელიც ძირითადად არიან პირველი, მეორე, მესამე დასელები, ახალი თაობის წარმომადგენლები და მკაფიოდ განსასაზღვრია. ვინ არის ძირითადი ასე ვთქვათ, აზრის შემცველი ფორმირება, ვინც მოახდინა და ვინც შეძლო, რომ ის რუსული ჩამყაყებული აზროვნების ფორმა, რომელიც იყო სუფთა მონური მენტალობის შეეცვალა. ვინ მოახერხებდა ამას თუ არა ილია ჭავჭავაძე და შესაბამისად მთავარი ფიგურა შეიძლება ითქვას მას აქვს. ასევე მკაფიოდ უნდა გამოიკვეთოს კიდევ ერთი ქართველი მოღვაწე იონე ბატონიშვილი, რომელიც წეგან ვახსენდა, კალმასობა მას მიუძღვის და განმანათლებელი ამიტომ არის, იმიტომ რომ ცოდნის სისტემატიზაცია ფაქტობრივად მას მკაფიოდ აქვს გამოკვეთილი, მეცნიერების პოპულარიზაციას ეწეოდა, ისტორიულ კრიტიკული გააზრება ხდება და ეს მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია კალმასობა, რომელიც ისტორიას, ფილოსოფიას, ეთიკას, რელიგიას, ბუნებისმეტყველებას მოიცავს. ეს არის ალბათ ქართული ინტელექტუალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პირველი ფართო ენციკლოპედიური ხაზი, რომელიც შეიძლება გამოიკეთოს და მკაფიოდ უნდა გავიაზროთ ის, რომ ამ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის 3 მილიონიან კონტექსტში ფიქრობ, რომ 1, 2 და 5 ადამიანი სავსებით საკმარისია, ეხლა ამდენი ვებერთელა იმებს რო ვეძებთ ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ვეფხისტყაოსანი ყოფნი და ერთი შოთა რუსთაველი ყოფნი და იმ მცირე ეროვნულ კონტინენტს, რაც ლოგადად ყავდა და ამ კუთხით გასააზრებელი არის ზუსტად ეს. რა ვიცი, ბევრი შეიძლება დავასახელოთ, რომელსაც მიუძღვის დიდი როლი. ანტონ პირველი კათალიკოსი მაგალითად ძალიან ხშირად დავიწყდებათ ხოლმე, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩავსვა ამ ჩემს ნააზრევში და ვთქვა, რომ სასულიერო განათლების რეფორმა, სკოლების გაფართოება და განვითარება, იმ ფილოსოფიური ტექსტების თარგმნა, რაც მნიშვნელოვანია, მას მიუძღვის. სოლომონ დოდაშვილი არ შეიძლება არ მოიხსენო მე-19 საუკუნეში, რომელიც არის მთავარი ფიგურა ფილოსოფიური ხაზი, პედაგოგიკისა და განმანათლებლობის ხაზი, რომელმაც შექმნა და გამოკვეთა ის ძირითადი არსება, რაც ალბათ ქართულ სულს ახასიათებდა და ძირითადად კონტექსტი ზუსტად ეს იყო გააღვიძა რა მე-19 საუკუნეში 1832 წლის შეთქმულებით და ფაქტობრივად მანვე დაიწყო ილიას წინამორბედი შეიძლება იყოს, რომელმაც საერთოდ ევროპული განმანათლებლობა შემოიტანა. ხო, ალექსანდრე გვარს ვერ ვიხსენებ, ბრძენი აღმოსავლეთის, ესეც მინდა რომ ვიცოდეთ, რომელიც მკაფიოდ გასააზრებელი აქვს.